მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები აბსოლუტურად. დღეს შემოვედი გაშლით, მოკლედ, იქნება ორი მოკლე ვარიანტი. ნოემბრის თემა, ნოემბრის მაგალითად შუა რიცხვებამდე, რა ცვლილებები იქნება. და რა იქნება ახალი თქვენ ცხოვრებაში, პირველი ვარიანტი. ჩამოკიდებული სიტუაცია რაღაცა ჯერჯერობით კი, ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ ახლიდან დაგეწყოთ, ოჯახს ეხება უფრო, გაურკვევლობას ეხება, იყო წყევლა, იყო ჭორები, იყო შური, იყო ახალი ნეგატივი, იყო ავადმყოფობა, ჩანს აქ ნერვოზული შეტევები ჩანს, გამომდინარე მამაკაციდან, შვილებთან დაკავშირებით, ან შვილია შორს და არ ჩანს ესეც ფიგურირდება, მიხვდით, აი რაღაცა უცებ გაქრება ადამიანი, მერე ისევ გამოჩნდება ადამიანი. ასევე ამოდის ჩემო რელიგიური თემა ამოდის, აქ ვიღაცა ან მღვდელმა მოგცათ რაღაცა დარიგება და იმას ფიქრობთ, მოიქცეთ ისე თუ არა, თუ თქვენი აზრით იმოქმედოთ. რაღაცის კანონს ეხება, იცით, აი თითქოს უნდა დაიცვათ კანონები, ანუ სამყაროშიც, ოჯახშიც, პიროვნებებთან, მიხვდით, რაღაცა უნდა გაათანაბროთ, ესე ჩანს. აბა ვნახოთ კიდე. კი, აი გასამართლება, კი, ესე იგი რაღაცას საშინელი ნამდვილად არეულობა, აქ არის უძილობა, აქ არის სტრესები, აქ არის რო ვერ მიაღწიეთ იმას, რაც ჩაფიქრებული გქონდათ, აგირიეს ძალით ამ გველეშაპებმა და ამ გველებმა, მიხვდით, თავიანთი ლაპარაკით, თავიანთი შურით, იგივე კარტი, ხუთიანი, შვიდიანი თასები, მოკლედ აუხდენელი ოცნება, ღამეც აღარ გძინავთ, აი ეს დემონები მოდიან თქვენ თავში და არიან ჩასაფრებულები, ეს ნეგატივია, მიხვდით, ეს ნეგატივი ამოდის, მაგრამ იწმინდებით ამ ნეგატივისგან, ვისაც ესე იგი ნამდვილად გაქვთ ან მამაოსთან, ან სასამართლოში საქმე, კარგად დამთავრდება, მეგობრებო, უყურეთ, მიდიხართ წინ, მიდიხართ აივსებით თქვენი ემოციებით, ნახეთ როგორი წმენდა აი ამ საშინელებებისგან გაქვთ ნერვოზული შეტევები, ბევრს ჩანს ნამდვილად კი. ოჯახური მდგომარეობა, შეიძლება ბავშვიც ავადმყოფობს, ან შეძენილი ავადმყოფობაა და ამაზე ნერვიულობთ და ვიღაც ადამიანზე ფიქრობთ, რომ გამოგისწოროთ ცხოვრება, ნამდვილად ასეა. კი, თავიდან დაიწყებთ, აი ტუზი ხმალი, მოკვეთავთ, აი ამ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი, იქნება ასევე მოლაპარაკება, შედგება, ვისთანაც აპირებთ, გოგოებო, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე, ან შეიძლება თვითონ თქვენი მეუღლე, ან შეყვარებული მუშაობს ისეთ სამსახურში, რომ კი ხედავთ ერთმანეთს, მაგრამ კონტაქტი ვერ გამოგდით რაღაცა ვალდებულებების გამო, ამასაც მეუბნება და ეს გიშლით თქვენ ხელს დაახლოებაში, მიხვდით? არა და მიზიდულობა არის, ორივე მხრიდან არის მიზიდულობა, ნახეთ, არის მიზიდულობა. საინტერესო ნოემბრის თვე გაქვთ შუალედამდე.
დამთავრდება ეს განდეგილობა, დამთავრდება მარტო ყოფნა, იმიტომ რომ ერთმანეთზე ფიქრობთ, უყურეთ, ერთმანეთზე ფიქრობთ, გოგოებო, ბიჭებო, ნამდვილად აი ცხრიანი მონეტები იქნება, კი, რაღაცა სამსახურსაც ეხება, პრობლემა არის, ან ცოტა აი როგორ გითხრათ, სარისკო სამსახურია, რისკთან არის დაკავშირებული და დამთავრდება ეს და კარგი დაწინაურებაც გელოდებათ, ანუ ჯიბე სავსე გექნებათ, თანხებს ვხედავ, თანხები იქნება, შეხვედრა იქნება, საჩუქრები იქნება, იქნება ასევე გაერთიანება, დახმარება იქნება, სამყაროსგან გიგზავნით დამხმარე ადამიანს, ან ქალს, ან კაცს, გადაათამაშეთ თქვენ თავზე. გასაგებია. წინაპარი, კი, აი გვერდში გიდგანან თქვენი წინაპრები, მეგობრებო, გვერდში გიდგანან თქვენი წინაპრები. არის ასევე იყო მოკლედ ინტერნეტის საშუალებით ან წასულია ადამიანი სადმე და არის მონატრება აქ, ნერვიულობა არის რომ ან დაბლოკვა იყო, მიხვდით, დაბლოკვა იყო და ეს აბა როგორ გამოვა, გაიხსნება გასაღებებით, მოხდება გახსნა, მოხდება დაკავშირება და ერთმანეთთან შეხვედრა. ძალიან კარგი მიხარია პირველი ვარიანტი. ეხლა ავჩეხოთ უცებ და მეორე ვარიანტზე გადავიდეთ. ამასობაში გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო, ლაიქები ნუ გავიწყდებათ მეგობრებო. თქვენ ხართ ნინიასთან ერთად და ეხა მეორე ვარიანტი. აბა როგორი იქნება ნოემბერი შუა რიცხვებამდე. შეიძლება მერეც გასტანოს, არ გამოვრიცხავ. კი, ნამდვილად სერიოზულ რაზეც წვალობდით და რაზეც ესე იგი მიილტვოდით ხო დიდი ხანი, ის დასრულდება. ანუ კარები გაიღება თქვენთვის, მიხვდით? და რაც ესე იგი ეს ვისაც ზურგის ტკივილები ქონდა, მოიხსნება, ვისაც ზურგზე ჯადოები ქონდა, მოიხსნება, უკან გაუბრუნდება, მიხვდით? ასევე ვარსკვლავი, ანუ ჩანხართ რა, ან სამსახურში ხართ, ან ოჯახში, არა აქვს მნიშვნელობა თანამშრომლებთან, მეგობრებთან, შვილებთან, მამებთან, ქმართან, ცოლთან, მოკლედ ჩანხართ ბავშვის, იქნება ახალი დაბადება ან დაორსულება, ვისაც გინდათ ეს ნოემბრის თვე თქვენთვის კარგი იქნება, ან შვილობილის საქმე რაღაცა, რაც უნდა დაიწყოთ ან დაწყებული გაქვთ, ძალიან კარგად განვითარდება. ეს კარგია. ეს დემონური ჩხუბები იყო სპეციალურად მოგზავნილი შინაურებთანაც, დაკარგვა იყო ადამიანის წასვლა იყო, ადამიანის გაგდება იყო ცხოვრებიდან, ან საერთოდ გაქრობა იყო, მიხვდით? ეს სპეციალურად იყო რუიანი ხმლები, ეს არის ნეგატივი უნდა მოიხსნათ, ჩემო კარგებო, რომ გამოხვიდეთ მერე ხალხში და ისევ გაიმარჯვოთ, მიხვდით? მიგანიშნებთ კარტი, რომ გამოიწერეთ ნინიას არხიო, რომ ესე იგი გამოჯამრთელდეთ, ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენ სიტუაციაზე, მაგრამ ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, უნდა გაიწმინდოთ აუცილებლად, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს მე რიტუალები, ისე არ იმოქმედებს და გამოიწერეთ ჩემი არხის სტუმრებო და დაიწყეთ გაწმენდები ნეგატივისგან, ამას მიგანიშნებთ კარტი. რა იქნება ახალი, რა იქნება და მოლაპარაკება შედგება ისევ იუსტიცია, საბუთები, ასევე იქნება ხელის მოწერები, გაწერები საბუთებთან დაკავშირებით, ახალი გზები იქნება, რაც დაწყებული გაქვთ ნამდვილად, იქნება შეხვედრები, ხალხმრავლობა, ეს არ ვიცი პარლამენტია თუ იუსტიცია თუ იურისპრუდენცია, შეიძლება ექიმიც არის ვინმე, მიხვდით, ან ექიმთან ვიზიტი, მოლაპარაკება, გამოკეთება, ყოველ შემთხვევაში კარგად დამთავრდება.
დამთავრდება, აი ვარსკვლავურად დამთავრდება, წინსვლა გექნებათ თქვენ ჩაფიქრებულ საქმეებში. ოღონდ ნეგატივი უნდა გაიწმინდოთ, ნეგატივისგან აუცილებლად. ნუ დედოფალი თასები, ეხლა ეს არის ემოციური ქალი, ეს არის გონება მახვილი ქალი, როგორი იცით, აი რომ შეგავსებთ სამყარო, გეხმარებათ, ან ისეთ ადამიანს გამოგიგზავნით, რომ ან შეიძლება იცნობთ უკვე, რომ აი დედაშვილური სიყვარული აღდგება, ბავშვის გამოჯანმრთელება, თქვენი გამოჯანმრთელება, დამხმარე ადამიანი დაგიდგებათ გვერდში, რაც ოჯახს ნიშნავს, ოჯახს მიხვდით და დიდ ფულს ნიშნავს, დიდ ფულს, ასე რომ ტყუილად არ წვალობთ, მეორე ვარიანტი. არ წვალობთ ტყუილად, ჩემო კარგებო. კი, ნამდვილად იქნება ახალი ნაბიჯები, იცით რა არის? მე აქ ახალ ნაცნობობასაც ვხედავ, მეგობრებო. გოგოებო, ბიჭებო, ორივესთვის გათამაშდება ახალი ნაცნობობა, ახალი სიმპათიებია, ასევე მამაკაცი იმპერატორი, დიდი ფული, ძალაუფლება, გამარჯვება, ისევ და ისევ გამარჯვება, განულება თქვენს ნეგატიურ საქმეში და წინ წასვლა, ახალი ნაბიჯები გაქვთ, მაი მეგობართან ერთად ნახეთ და ეს უკვე მთები განაწინააღმდეგობები, აი ცა მოიწმინდება, ეს უკვე არის ძალა გაქვთ, მიხვდით სამყაროსგან, იდეალური. და ასევე იქნება, ხო ვთქვი, ახალი ნაცნობობა მეთქი, იქნება შეყვარებულობა, იქნება დაახლოება, იქნება შერიგება, იქნება ანუ მოსავალის მოწყვეტა, მომწიფდება ურთიერთობები და წინ წახვალთ ცხოვრებაში. შერიგდებით, ვისაც გინდათ, კი, ძალიან ჩქარა, უყურეთ, ახალი ამბები მოდის, ახალი პიროვნებები მოდიან, ან გზიდან მოდის პიროვნება, მიხვდით? ძალიან სწრაფად და უსასრულოდ, ესე იგი მონატრება, რომ გენატრებოდათ და აქ ეჭვიც თამაშდება, ეჭვიანობაც იყო, გოგოებო, ბიჭებო და რაღაცა, ესე იგი, გამომჟღავნდება სიყვარულთან დაკავშირებით, რომ, ესე იგი, არ იყო ის, ან გამოდის, მოკლედ, თამაშიდან გამოდის პიროვნება, გოგოებო, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე და იღება ახალი კარებები, აი ამას სამყარო გეუბნებათ. ძალიან მიხარია, რომ ასე განვითარდა სიტუაცია და მე ახლა თქვენ დარიგებას, რა სიტყვის დარიგებას ჩვენი ჯადოსნური კარტი, პირველი ვარიანტი. მოიმკით რა, ესე იგი, აიღებთ იმ მოსავალს, რაც ნაბიჯ გიშენებიათ, გითესიათ, გიწვალიათ, გიშრომიათ, ხო? ის დაგიფასდებათ, სწორ გზაზე მიდიხართ, ჯანმრთელობაც წინ წავა, ნელ-ნელაო გეუბნებათ, ეტაპობრივად, ვინც იწმინდავთ, ჩემ წმენდებს უყურებთ, მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგად. მეორე ვარიანტი, გაიწმინდა, უკვე მიდის გაწმენდა, ზეციდანაც და მიწიდანაც და წყლის სტიქიაც და რა ვიცი, აი თქვენი სხეულის გამოჯანმრთელება, სულიერი გამოჯანმრთელება მიდის, მიხვდით? სულიერი გამოჯანმრთელება, ნახეთ, ბამბუკებიც, ფიზიკური გამოჯანმრთელებაც, ისე არ იქნება ცუდი, მეორე ვარიანტი, რომ წახვიდეთ, სადაც ესე იგი წყალია, მე რა რო ეხლა ცივა, ხო, შეიძლება ორი ღამე რომ გაჩერდე ადამიანი და დაისვენო, ხო? დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოიწონეთ ვიდეო, თქვენთან იყო ნინია, მიყვარხართ.